მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი. დღეს თავაზობთ კიდევ ერთ ამანათს Gearbest-დან, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი ამანათია. აი ესე გამოიყურება ვიზუალურად. რაც შეეხება მონაცემებს, რა თქმა უნდა, მოდიოდა ტრეკ ნომრით, ასევე ნიდერლანდების ფოსტით, ხოლო წონა შეადგენს 1 კილოგრამსა და 200 გრამს. ჩამოვიდა დაახლოებით 20 დღეში. მოდით გავხსნათ თვითონ ამანათი და ვნახოთ რა არის შიგნით. ესეც სკალპელი. ესეც კარგად გავხსნათ. მგონი საკმარისია, გადავდოთ დროებით ეს ტანა. და მოვიღოთ თვითონ შემცველობა რაც არის. მეტი არაფერი არ არის ამანათში, რაც ეს ბოლო პერიოდებია, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ Gearbest-ი მიგზავნის ამანათებს აი ესეთი შეფუთვით, რაც სასიამოვნოა. მოდით ესეც რამენაირად გავხსნათ. ეს ფუცელი უკვე ბევრჯერ გამოაგზავნეს, არ დაგჭირდება ეს. ესეც ასე გამოიყურება. საკმაოდ კარგად შევხვდეთ. ესეც გავხსნათ ასე. მოდით დროებით ეს გადავდოთ ეს ნივთი და შევუდგეთ აი ამ ნივთებს. ნივთების განხილვას. დავიწყოთ აი ამ ორი ნივთის განხილვით და პირველად, როგორც ხედავთ, ორივე ნივთი არის მწერების საწინააღმდეგო. პირველი ეს არის გამოწყობილობის მეშვეობით გამოიცემა სპეციფიკური ხმა, რომელიც ისმის მხოლოდ მწერებს ესმით ეს ხმა და შესაბამისად ახლოს აღარ მოდიან ეს ჩემის აზრით. ხოლო მეორე აი აქ არის შიგნით ჩაშენებული LED ნათურები და ამის მეშვეობით როდესაც ახლოს მოდის მწერი, თუ არ ვწდები ელექტროშოკი არ ტყავს, თუ არ ვწდები, პირველ რიგში ვიზუალად დავათვალიეროთ აი ეს პირველად მაგალითად ეს. ვიზუალად აი ეს შეგიძლიათ წაიკითხოთ, წინ რა არის ამ ფურცელზე. უკანა მხარესაც შეგიძლიათ ნახოთ. ესეც ასე ინგლისურად წერია, რაც დიდი პლუსია. რაც შეეხება ხარისხს, პირველ რიგში როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი მასალისგან არის დამზადებული, მაგრამ ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ შეერთება აქვს ევროპული და არა აქვს ჩინური. აქ არის სავარაუდოდ ის დინამიკი, რომელიც გამოცემს სპეციფიკურ ხმას. აქ უნდა იყოს ჩემის აზრით ნათურა და კვებაში შეერთებისას თუ არ ვწდები, უნდა გამოცემდეს სპეციფიკურ ხმას, რომელიც აფრთხობს ამ მწერებს და თავს დაიცავთ ესეთი ტიპის მწერებისგან. ვიზუალურად თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეაფასოთ, მე ვეცდები გავტესტო ეს მოწყობილობა და ჩემსაც აუცილებლად დავწერ კომენტარებში. ეს გადავდოთ დროებით, რაც შეეხება მეორე ნივთს, ესეც ასე გავხსნათ. ვიზუალურად გამოიყურება აი ესე, აი როგორც ხედავთ, შიგნით ჩაშენებულია რამოდენიმე LED ნათურა და როდესაც ჩართული არის აი ამ ღილაკის მეშვეობით შეგვიძლია ჩავხტოთ, მწერები როგორც ისეთ ახლოს მიდიან და ამის შემდეგ ხდება შოკირება, ანუ აქ ირთვება სპეციალური ეგრეთ წოდებული ისკრა, რომლის მეშვეობითაც მწერებს კლავს ეს მოწყობილობა. ჩემის აზრით ეს მოწყობილობა ყველას გამოგადგებათ. ხარისხი რაც შეეხება ამ ნივთის დამზადების ხარისხი უფრო დაბალია ვიდრე ამის, მაგრამ როგორ იმუშავებს ეს ორივე აუცილებლად დავწერთ ჩემსაც. მოდით ესენი ორივე გადავდოთ და ვნახოთ შემდეგი ნივთი. ხოლო შემდეგი ნივთი ამ ამანათში არის მეგობრებო აი ეს. ალბათ უკვე შეფუთვიდან შეგიძლიათ მიხვდით, რომ ეს არის RGB ნათურები, ანუ ლენტები, ეგრეთ წოდებული RGB ლენტები. მოდით ვიზუალად აი ესე გამოიყურება ანტისტატიკურ პარკში დევს, როგორც ხედავთ. ეს ამოვიღოთ თვითონ. რაც შეეხება მონაცემებს, მონაცემები არ ვიცი აქ რამდენად ჩანს. აი ტემპერატურები, თუ არ ვწდები ეს წყალგაუმტარი უნდა იყოს, ამას შემდეგ ვნახავთ. მონაცემები ფაქტიურად არ ჩანს, რამდენ ვატიანია. მოდით თვითონ ამოვიღოთ ეს ყველაფერი.
ეს მეტი არაფერი აღარ არის როგორც ხედავთ დაახლოებით ღირდა gearbest-ზე ეს ორივე ლენტი თუ არ ვცდები $12. ნუ ვიზუალურად აი როგორც ხედავთ ორი შეკვრა არის, ორი რულონი. აქეთან მხარეს 5 მეტრია, ხოლო აქეთან მხარესაც 5 მეტრი. ესე იგი თვითონ რაც შეეხება ლენტს, ზედა მხარეს როგორც ხედავთ აქვს სილიკონი და ეს იმას ნიშნავს, რომ წყალგაომტარია, აი ზედა მხარეს თუ ხედავთ არის სილიკონის მასალა დასხმული და ესე გამოიყურება ლენტი ვიზუალურად. რაც შეეხება შეერთების პრინციპს, ასევე მოყვება როგორც ხედავთ სპეციალური პულტი და კვების ბლოკი. აქ არის მცირედი ინსტრუქცია თუ როგორ უნდა შევაერთოთ, აი ეცდები კარგად გაჩვენოთ. აქ არის 12 ვოლტის შემავალი. აქ არის სენსორი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გადავხდოთ, ხოლო აი აქ გამოდის კვება. მოდით თვითონ ვიზუალურად დავათვალიეროთ კვების ბლოკი. ნუ კვების ბლოკი აი ესე გამოიყურება. აქ შეგვიძლია შევაერთოთ 12 ვოლტი, როგორც ნახსენები იყო, მაგრამ ამ კომპლექტში კვების ბლოკი არ მოყვება. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც gearbest-ზე, ასევე სხვა მაღაზიებში. აი ამ ადგილას არის ინფრაწითელი სენსორი, რომლის მეშვეობითაც უკავშირდება აი ეს პულტი და ამ პულტის მეშვეობით შეგვიძლია გადავხდოთ იმ ფერზე, რომელი ფერიც ჩვენ გვსურს. ხოლო აი ამ ადგილას უერთდება თვითონ ნათურები, აი ეს თუ არ ვცდები აი ესე აუცილებელია რომ ვიცოდეთ სწორად შეერთება, აი როგორც ხედავთ, აი აქ არის ის არის მითითებული და უნდა მივერთოთ სწორად, აი ესე მივერთებთ. თუ არ ვცდები, ეს კარგად შევაერთებთ და თუ გვინდა მეორე ლენტის დაკავშირება, იგივე პრინციპით აქ ერთი და იგივე პრინციპით არის, ანუ ისრები არის მითითებული, შევაერთებთ და შეგვიძლია ესეც გავაგრძელოთ და მივიღოთ 10 მეტრი ლენტი, RGB ლენტი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვცვალოთ ფერები ამ პულტის დახმარებით. პულტში როგორც ხედავთ, ესეთი ფერებია, ჩართვა გათიშვის ფერების ცვლილება და ასევე როგორც ხედავთ, სიმკვეთრის აწევის დაწევის. ასევე სავარაუდოდ რახანეს დამცავი მოყვება, პულტიც ელემენტიც უნდა იყოს, ანუ ტაბლეტკა ელემენტი, ეგრეთ წოდებული ტაბლეტკა ელემენტი. მე ახლა ვეცდები ვნახო კვების ბლოკი, რომელსაც შევაერთებ ამასე და დაგიბრუნდებით. ესეც მეგობრებო, ჩვენი ლენტები, როგორც ხედავთ, ეს შეერთებულია ორივე ნათურა ერთმანეთზე, ორივე ლენტი, ეს არის შეერთებული კვების ბლოკზე, ხოლო აი ეს არის ეს კვების ბლოკი შეერთებულია წყაროზე. თუ ეხლა ჩავთავთ ამას პულტის დახმარებით, აუცილებლად უნდა მივიშვიროთ ეს პულტი აი ამ სენსორს, თუ დავაწვევით ჩართვას. აი როგორც ხედავთ, ჩაერთო და შეგვიძლია ფერების არჩევა, რა ფერიც გვინდა, ღილაკზე პულტზე დაწოლისას. ასევე შეგვიძლია სიმკვეთრის, როგორც გითხარით, სიმკვეთრის დაწევა. რატომღაც არ იცვლება, მაგრამ სხვა ფერზე გადავიყვანოთ. რატომღაც ეს ფუნქციები არ მუშაობს, შეგვიძლია გავთიშოთ, ჩავრთოთ, გადავიყვანოთ თეთრ რეჟიმზე, მაგრამ არ მუშაობს. მაგრამ აქ ძირითადად არის აქცენტი ფერებზე გაკეთებული. აქ არის რეჟიმები, აი პირველი რეჟიმი, მეორე რეჟიმი, მესამე რეჟიმი, მეოთხე რეჟიმი. ჩემის აზრით ეს კომპლექტი თავის ფასს ამართლებს, ანუ დაახლოებით გამოვიდა 25 ლარიდან 30 ლარის ფარგლებში, ანუ ეს ორი ლენტი და ასევე ეს კვების ბლოკი, ანუ კვების თვის განკუთვნილი კვების ბლოკისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც იმართება ეს ყველა ნათურა. რაც შეეხება ფასს, ნუ ფასიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავის ფასს ამართლებს. მსგავსი ტიპის ნათურები საკმაოდ ძვირი ღირს აქვს, შეგიძლიათ მაღაზიებში მოიკითხოთ. თუ კითხვები გექნებათ ამ ნივთთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ზე, ასევე კომენტარებში ამ ნივთის ბმული იქნება აღწერაში. მოდით გადავიდეთ შემდეგ ნივთზე. ხოლო ჩემი შემდეგი ნივთი ამ ამანათში არის, როგორც ხედავთ, უკვე კარგად ჩანს VR box-ი, უკვე საკმაოდ ცნობილი, როგორც ხედავთ, აი ესე გამოიყურება შეფუთვა. წინ ინგლისურად დაწერია, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ, აი ესე
ესე იხსნება როგორც ვიცი. შეფუთვა არ არის ცუდი პირველი შეხედვით. ესე იხსნება. აი კომპლექტაცია რაც მოყვება პირველ რიგში ეს არ ვიცი რა არის სავარაუდოდ გლას აწერია, არ ვიცი შემდეგ გავხსნათ ნახოთ, როდესაც გადავდოთ. ეს რაც შეეხება აი ესენი შეგვიძლია ამოვიღოთ. როგორც ხედავთ, მეტი არაფერი არ არის, ეს გადავდოთ. მოყვება ინსტრუქცია, აი აქ წერია ნაბიჯ, როგორ უნდა დავაკავშიროთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სწორად. თქვენ შეგიძლიათ დააპაუზოთ, ნახოთ. ესე. რაც დიდი პლუსი არის, რომ მოყვება სპეციალური ნაწილი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავწმინდოთ ლინზები. საკმაოდ კარგია, ეს დიდი პლუსია. თვითონ ეს VR box-ი გავხსნათ. პლუსი რაც ამ VR სათვალეს მოყვებოდა, იყო პლუსი არის აი ეს პულტი. ეს არის Bluetooth პულტი. ეს ასე გამოვიღოთ შეგვიძლია. ინსტრუქცია როგორც ხედავთ, თითქმის ყველაფერი ჩინურად, მაგრამ ინგლისურადაც არის, აი როგორც ხედავთ. ცდები ფოკუსი გავასწორო. აი ღილაკები რა ღილაკები რას ნიშნავს, ჩანს მე მგონი. რაც შეეხება თვითონ პულტს, არის დამზადებული კარგი მასალის პლასმასისგან. აქვს ძალიან ბევრი ღილაკი, ახლა ამას ზუსტად ვერ გეტყვით რა ღილაკი რას ნიშნავს. აი აქ არის Android-დან iOS როგორც მიდის ეს პულტი როგორც ხედავთ, როგორც iOS სისტემის ტელეფონებზე, ასევე Android სისტემის ტელეფონებზე და სხვა ტიპის მოწყობილ პლანშეტებზე. ეს გადავთავთ. ეს ორივე ღილაკი მუშა ღილაკია. ყველა ღილაკი მოქმედებს, აი როგორც ხედავთ წარწერებიც არის. A, B, C, D ჩართოგათიშვის ღილაკი, ხოლო ეს ძაღლუკის ღილაკი, ეს არის ჯოისტიკი. აი ესეთი, მაგრამ მეგონა რომ რეზინის იქნებოდა, მაგრამ არის პლასმასის. აი აქ უნდა ჩავდოთ ელემენტი, 2 ცალი 3 AA ტიპის ელემენტი, აი ჩანს კიდეც რომ 3 AA ტიპის ელემენტი უნდა. ეს ასე დავხუროთ. ვიზუალურად ძალიან კარგი ხარისხისაა, ეს თვითონ ეს პულტი არის ძალიან კომპაქტური, ხელში კარგად ჩდება. უბრალოდ თეთრი ფერის რახან არის, ჩემის აზრით ადვილად დაბინძურდება, მაგრამ თავარი ის არის, რომ ყველა ღილაკი არის მოქმედი და მუშა. მოდით ამაზე მეტის ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩავდოთ ეს თავის ადგილას. და ყველაზე მთავარი რაც არის ამ ნიჭში, აი ეს ესეც VR სათვალე. პირველი შთაბეჭდილება არის ძალიან კარგი ხარისხის მასალისგან დამზადებული, ამაზე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, არც კი დავფიქრდე. თვითონ პლასმასი კარგი ხარისხისა, რაც შეეხება თუ ტელეფონი როგორ უნდა ჩავდოთ, აი როგორც ხედავთ, აქ უნდა ჩავდოთ ტელეფონი, აი ამ ადგილას ჩაიდება ტელეფონი, ჩემს ტელეფონს გიროსკოპია რა აქვს და შესაბამისად ვერ გამოვიყენებ, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ჩავდოთ ტელეფონი, როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგად იჭერს, უბრალოდ ის არის, რომ ეს ჩემი ტელეფონი არის 4 და 7 ინჩის და არ ვიცი რამდენად შეიძლება ჩაეტიოს უფრო დიდი ტელეფონები, აი როგორც ხედავთ, 5 ინჩის, ჩემის აზრით 5 ინჩის ზომის ტელეფონი თავისუფლად უნდა დაეტიოს. თავარი პლუსი ის არის, რომ კონსტრუქცია არის ძალიან მყარი და ტელეფონის ჩამაგრების შემდეგ კარგად მაგდება, არ მერყეობს, აქ რბილი მასალები, რომლის მეშვეობითაც არ გადმოვარდება და არ დაზიანდება ტელეფონი. ასევე გათვალისწინებულია ჭრილები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია პარალელურად შევაერთოთ კვება, აი როგორც ხედავთ. ასევე ადგილი არის სპეციალურად გამოყოფილი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ჩავთოთ კამერა, ну აი ესე ჩაიდება. და აი ამ თორცები, აი ამის გამოწევის შემდეგ თორცები აი ჭრილია და ამ ჭრილის მეშვეობით შეგვიძლია ჩავთოთ კამერა.
აი ესე დავფაროთ, ან გავხსნათ, აი ესე გავხსნათ, აი ბოლომდე არ იყო გაწეული, ან დავხუროთ, ან გავხსნათ. შემდეგი რაც არის როგორც ხედავთ, ეს თავზე მაგრდება. ეს არის ჩვეულებრივი რეზინები, როგორც იცით, სპეციალური მასალები, ხოლო აი ეს ადგილი მეგონა მე პლასმასი, მაგრამ რატომღაც რბილი მასალის პლასმასი ან სილიკონია, რომელიც თავზე გაკეთებისას არ დისკომფორტს არ შეგექმნით, ხოლო ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა არის ლინზები და ყველაზე დიდი პლუსი რა თქმა უნდა ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ არეგულიროთ ეს ლინზები თავის ომებზე, აი ამ ღილაკებით, ამით შეგიძლიათ გაწვიოთ წინ უკან, ან მარჯვნივ მარცხნივ და მოირგოთ თქვენ ზომაზე უპრობლემოდ. წინა მხარეს როგორც ხედავთ არის პრიალა რაღაც ტყავის მსგავსი მასალა, რომელიც სახეზე მიდებისას დისკომფორტს არ შეგექმნით. როგორც ხედავთ, აქ საკმაოდ დიდი ლინზებია და ლინზებზე დამაგრებულია სპეციალური ლენტი, რომ არ გაიფხაზნოს ეს ლინზები, აქვს ცხვირისთვის სპეციალურად განკუთვნილი ადგილი. მეგობრებო, ჩემის აზრით, საკმაოდ კარგი ხარისხის VR სათვალეა. ეს ჩემის აზრით ეს ამ VR სათვალეებს ძალიან დიდი მომავალი აქვს. მოდით, რაც შეეხება პულტს, ჩემი აზრი გითხარით, აი ეს ვნახოთ, ზუსტად არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ აქ რა არის, იმიტომ რომ საიტზე არ იყო ესეთი რამე მითითებული, მაგრამ შეგვიძლია ეს გავხსნათ. ესეც გადავდოთ. საინტერესოა. არ ვიცი მეგობრებო რა არის, მაგრამ სავარაუდოდ ეს არის შუშა, ისევ ამისთვის განკუთვნილი, არ ვიცი ზუსტად რისთვის შეიძლება იყოს განკუთვნილი. აი აქ ვიზუალურად ხედავთ, შეფუთვას როგორც ხედავთ ძალიან მაღალია. Glass Pro. ალბათ სავარაუდოდ ამისა სადღაც შიგნით უნდა ჩამაგდეს, ზუსტად არ ვიცი, ამას შემდეგ ჩავმაგრებ, მაგრამ ვიზუალურად როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი ხარისხის მასალისგანაც არის დამზადებული, აქვს როგორც ხედავთ სპეციალური საწმენდი ნაჭერი. შეგვიძლია ეს ჩავდოთ, მეც ნამდვილად ვერ გეტყვით ამაზე, იმიტომ რომ ეს ჩემთვის პირველი VR სათვალეა საერთოდ, ანუ პირველად ვეხებით თითქმის ამ თემას. თუ კითხვები გექნებათ, მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში. ასევე ყველა ნივთი, რომელიც ამ ვიდეოში ნახეთ, ყველა ნივთის ბმულები იქნება აღწერა, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ, სრული შემთხვევა შეეძინოთ. კითხვები მომწერეთ Facebook გვერდზე ან დაწერეთ კომენტარებში. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა როგორც YouTube-ზე, ასევე Facebook-ზე. დღეისთვის მეგობრებო, სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ გიყურებთ. კარგად ზანდებოდეთ.